გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხისტუმრებო. მოდით ცადოთ და გავიგოთ, რა ხდება იმ ადამიანში ისეთი, რის გამოც ის ბოლომდე ვერ მოდის სიყვარულში. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, წარმოიდგინეთ მისი ვიზუალი, იმეორეთ მისი ხმა. ნახოთ, რა ხდება მის გულში ისეთი, მის ცნობიერებაში, რის გამოც ის ბოლომდე ვერ მოდის სიყვარულზე. ჩემი კატა ითხოვს ყურადღებას და არ გაგიკვირდეთ მისი ხმები. მარკო, დამშვიდდი. ესე იგი, აქ არის დაღლილობა, ადამიანი გადაღლილია, ადამიანი ვერ გამოდის კომფორტის ზონიდან, ადამიანი მარტოა, შინაგანად რაღაც სარიელია თითქოს. ეს იწვევს იმას, რომ მას უწევს манипуляციები, ზოგჯერ მას უწევს თქვას, ასე ვთქვათ, არ თქვას უბრალოდ სიმართლე. არ ვიტყვი რომ თქვას ტყუილი მეთქი, უბრალოდ ასე ვთქვათ, რომ მას უწევს რომ დაფაროს მისი შინაგანი მდგომარეობა იმისათვის, რათა არ გამჟღავნდეს მისი დაღლილობა და მისი სტაგნაცია. მას განცდა აქვს ასეთი, რომ ვერ აქტიურდება რაღაც მისი შინაგანი ცეცხლი, იმპულსი, მოტივი, სურვილი. მოვარდა ჩემი კატა. რა მარკო? წყალი მიდგას და მაგეთო. მაინც ჩემ წყალთან მოვიდა. კარგით, განვაგრძოთ, ესე იგი, მის გულში რეალურად არის სიცარიელე. ადამიანი გეგმავს მომავალში, რას მოიმოქმედებს მომავალში, რას გააკეთებს. თუმცა ახლა მას ენერგია და სურვილი არ აქვს იმისი, რომ იმოქმედოს მაგალითად სიყვარულის მოსაპოვებლად, შესანარჩუნებლად, იმოქმედოს თქვენი გულის მოსაგებად. მას ამ მომენტში ამის ენერგია არ გააჩნია. ის გეგმავს მომავალში. ნახოთ, მომავალში რა აქვს მას დაგეგმილი. დავუშვათ მომავალი, ჩვენ თვითონ მივათითოთ დაახლოებით, მოდი ნახოთ დაახლოებით 9 თვე, ესე ნახოთ. რას გეგმავს ის ამ 9 თვეში? ძირფას ევონახეთ, თასების დედოფალი ამოვიდა. ის გეგმავს, რომ დაარეგულიროს თქვენთან ურთიერთობა. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ხართ მისი სიყვარული, თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი. მე ხელს მაშვებინებს ჭიქაზე, თათებით და უნდა რომ თვითონ ითამაშოს. ითამაშე კარგი. თქვენი ადამიანი შეეცდება 9 თვის განმავლობაში, რომ უფრო მეტად იაქტიუროს იმისათვის, რათა თქვენ სტაბილურობა დაგანახოთ ურთიერთობაში. დაგანახოთ, რომ მას სურს მომდევნო ეტაპზე გადაიყვანოს თქვენი ურთიერთობა. თქვენთან ურთიერთობა თუ ვინმე არის თქვენს ურთიერთობაში კიდევ, ანუ თქვენ თუ კიდევ ვინმეს მოსწოხართ, ის ეცდება, რომ თქვენ ასე ვთქვათ, დაგანახოთ მისი სიყვარული უფრო მეტად, რათა არჩევანი თქვენ მის სასარგებლოდ გააკეთოთ. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შემოაქვს სინათლე, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში,
გადი, ბოლომდე მაინც აქვს შიშები თვარის მიხედვით ადამიანს, იმიტომ რომ ის დამოკიდებულია რაღაც აზრებს, ეს შეიძლება იყოს მეგობრები, შეიძლება იყოს სოციუმი, რაღაც გარეგანი ხმები, ხალხის, სოციუმის, შეიძლება ნათესავების ამაზეა დამოკიდებული და ეს იწვევს მასში გაურკვევლობას. ან შეიძლება არ არის დამოკიდებული, უბრალოდ ისინი ცდილობენ, რომ იყოს ეს ადამიანი დამოკიდებული მათ ხმაზე. და ადამიანს ეს არ სურს, ადამიანს სურს ემოციების მიხედვით იცხოვროს. კარგით, ვნახოთ დავსვათ ეს კითხვა. რატომ ჩერდება ის ნახევარ გზაზე, ასე ვთქვათ, სიყვარულში? ბოლომდე რატომ ვერ მიყავს ეს ურთიერთობა და ბოლომდე რატო ვერ იღებს ის პასუხისმგებლობას? რა უშლის ამაში მას ხელს? ამაში მას ხელს რეალურად უშლის საკუთარი თავი, მხოლოდ მეტი არავინ და არაფერი. ის თვლის, რომ მას გააჩნია უნარები, ძალა იმისთვის, რომ იცხოვროს დაუშვათ თავის არჩევანში, თავის თავთან, თავის სინდისთან და არ საჭიროებს, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის აღებას, თუმცა ეს არის შეცდომა ძვირფასებო, რადგან მას იმპერატორის მიხედვით ზუსტად მოეთხოვება, რომ აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე, ქმედებებზე. ის ამის ნაცვლად მიმართავს რაღაც მანიპულაციებს, თითქოს იცავს იმას, ვთქვათ, საკუთარ ტერიტორიას და საკუთრებას იმისგან, ვინც მას თავს არ ისხმის და ვინც არ არის მისი მტერი. მას ეჩვენება, რომ აქვს უდიდესი არჩევანი, ეს არჩევანი შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც ადამიანები დაუშვათ, თქვენს გარდა სხვა ხალხი, შესაძლებელია ასევე არჩევანი არის დაუშვათ თავისუფლება, არჩევანი არის ცხოვრება ისე როგორც მას სურს და ასე შემდეგ. სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რეალობებია, რაც რეალურად სინამდვილეში ეს არის მირაჟი, რაც მას ეჩვენება. არ ვამბობ, რომ არჩევანი არ აქვს, უბრალოდ რასაც თვითონ არჩევანს უწოდებს, ის არის მირაჟი რეალურად. ის ირჩევს გამარჯვებას დღეს, ვიდრე გრძელვადიანად. ამიტომ გამოდის, რომ პასუხისმგებლობას ვერ იღებს საკუთარ ემოციაზე და გრძნობაზე და ამიტომ ჩერდება ნახევარ გზაზე, რომ არის ინფანტილური. კარგით, თქვენს მიმართ რას გრძნობს ვნახოთ, მოდი ეს ადამიანი. ძალიან დიდ სიყვარულს და მონატრებას გრძნობს ძვირფასებო, შეხედეთ ექვსიანი თასი. თქვენთან მას ჭეშმარიტი გრძნობა აქვს. ინატრებით, ვინც ერთად არ ხართ. ვინც ერთად ხართ, მაინც მას აქვს ისეთი აუხსნელი გრძნობა, როდესაც მის გვერდით ხართ, მაგრამ მაინც ინატრებით ესეთი შეგრძნება. ეს არის ნოსტალგია, ეს არის სიყვარული, ეს არის გრძნობა, რომელიც მართლა გულიდან მოდის. და მიუხედავად ამისა, ესე იგი ის მაინც ჩერდება ნახევარ გზაზე. რატომ? იმიტომ რომ საჭირო აიღოს ინიციატივა და იღებს კიდეც როგორც სხვა მიმართულებით და არა იმ, ასე ვთქვათ, იმ საკითხზე, რაც არის აუცილებელი სიყვარულის ბოლომდე მისაყვანად, სიყვარულის გასაგრძელებლად. ძვირფასებო, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ კვირაში, ეხლა ორშაბათიდან რო დაიწყება, შემიძლია მივიღო კონსულტაციაზე მხოლოდ 5 ადამიანი და გაითვალისწინეთ. კარგით, ნახოთ, ისე მოდი ამ კითხვაზე ამოვიღოთ, რატო ჩერდება ის ნახევარ გზაზე და ამაზე დავასრულოთ. აქ არის, რომ ის ტრანსფორმაციაშია ძვირფასებო და საჭიროა გადალახოს ეს ტრანსფორმაცია.